შეიარაღებულმა პირებმა ალაჯიევა გაიტაცეს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უამინდობა გრძელდება. თქვენ უყურებთ ახალ ამბებს, ამ დროისთვის განვითარებულ მოვლენებს გაგაცნობთ. ირაკლი ჩიხლაძე და ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. შეიარაღებულმა ძალოვანებმა ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ალაჯიევა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეხო კავკაზა საკუთარ კორესპონდენტზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით ალაჯიევას ოფისი ასევე შეიარაღებულმა პირებმა შტურმით აიღეს. ოფისის შტურმით აღებამდე ჯიევასთან პროკურატურის გამომძიებელი მივიდა და მისი მოწმის სტატუსით დაკითხვა მოითხოვა. ჯიევამ უარი განაცხადა დაკითხვაზე, რაც იმით ახსნა, რომ მოტმე რამდენიმე საათით ადრე მაინც უნდა გაერფრთხილებინათ. რამდენიმე წუთის შემდეგ შტაბში შევარდა სამხედრო ფორმაში გამოწყობილი 15-მდე ღბიანი პირი, რა დროსაც ალაჯიევას გულის პრობლემები შეექმნა. მიუხედავად ამისა, ექიმების მისვლამდე მასთან არავინ მიუშვეს. სავარაუდოდ ჯიევას ჰიპერტონიული კრიზი დაემართა. ეხო კავკაზას კორესპონდენტის ცნობით, ჯიევა მისი გარემოცვის წევრებთან ერთად შეიარაღებულმა პირებმა უცნობი მიმართულებით წაიყვანეს. რამდენიმე წუთის წინ ინტერფაქსმა გავრცელა ინფორმაცია, რომ ალაჯიევა საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ხვალ 10 თებერვალს ცხინვალში ალაჯიევას მიერ გამოცხადებული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია უნდა გამართულიყო და ის თავს აღნიშნული ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტად თვლის. და ასევე რამდენიმე წუთის წინ ტელეკომპანია BBC-მ გავრცელა ინფორმაცია, თითქოს ალაჯიევა რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მას მიკროინსულტი აქვს მიღებული. ჩვენ ამ თემას მომდევნო საინფორმაციო გამოშვებებშიც დაუბრუნდებით. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ნამახვანის ელექტროსადგურისთვის ახალი ინვესტორის მოძიებას იწყებს. თურქულ-კორეულ კონსორციუმს მშენებლობა 2011 წელს უნდა დაეწყო და $1 მილიარდი ინვესტირებას გეგმავდა. კონსორციუმში თურქული და კორეული კომპანიები შედიოდნენ. კონსორციუმი პირველად კორეელებმა დატოვეს, შემდეგ პროექტიდან თურქებიც გავიდნენ. ენერგეტიკის ministris მოადგილე მარიამ ვალიშვილი საინფორმაციო სააგენტო ინტერპრეს ნიუსთან აცხადებს, რომ ჰესის თურქ ინვესტორებთან გაფორმებულ მემორანდუმს 18 თვიანივად გაუვიდა, ვერ მოხერხდა შეთანხმება და ინვესტორთან თანამშრომლობა დასრულდა. მათთან სამართლებრივი ურთიერთობა აღარ გვაქვს. ახალი ინვესტორი კი ჯერჯერობით არ არის წევრ-სააგენტო არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივაში ინვესტორების გასვლის კონკრეტულ მიზეზებზე საუბარი უჭირთ. ოფიციალური პირები კი მაესტროსთან კომენტარს არ აკეთებენ. მიზეზი შეიძლება იყოს ის, რაზეც მოგახსენეთ, თქვა ჯარიმები, რომელიც წესდება ქართული მხარიდან იმ შემთხვევაში, თუ ჰესის აშენება დროში ვერ ჩაეტევ. თურქებმა ამ საკმაოდ ძვირი სამუშაოს გაწევის შემდეგ უარი თქვეს, ესე იგი მიუთითებს იმაზე, რომ მათ რაღაცა პირობები არ მოეწონათ. თუმცა შეიძლება მეორე იმაზეც ვივარაუდოთ, მაგრამ ეს ისევ ჩემი ვარაუდია, რომ თქვა შეიძლება არ მოეწონათ გეოლოგიური დასკვნები, რადგან ქართველი გეოლოგები სულ ახმახვილებენ თქვა ყურადღებას. კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ახალი მოწვევის პარლამენტში ჟურნალისტებისთვის საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან შეხვედრას ითხოვს. როგორც კოალიციას დავით ბაქრაძისადმი მიმართვაში აქვს აღნიშნული, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით ჟურნალისტებისთვის დადგენილი ქცევის წესები იძლევა პარლამენტის საქმიანობის ეფექტურად გაშუქების საშუალებას და არ აფერხებს პარლამენტის მუშაობას. კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიუღებლად მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის წევრების ინიციატივას პარლამენტის ახალ შენობაში ჟურნალისტებისთვის კამერებით მუშაობის შეზღუდვის თაობაზე. მსგავსი ინიციატივა კოალიციის შეფასებით საქართველოს მთავრობისა და სასამართლო ხელისუფლების შემთხვევაში ჟურნალისტების უფლებების შეზღუდვით დასრულდა. კოალიცია მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიის გამჭვირვალობის და გამოხატვის თავისუფლების დაცვის თვალსაზრისით და შეზღუდავს მოქალაქეთა უფლებას მიიღონ ობიექტური ინფორმაცია მათ მიერ არჩეული პარლამენტის წევრების საქმიანობის შესახებ. კოალიცია მოგმართავთ თხოვნით შეგხვდეთ აღნიშნული საკითხის განსახილველად. ნათქვამია კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის პარლამენტის თავმჯდომარისადმი მიმართვაში, რომელსაც ჯერჯერობით გამოხმაურება არ მოჰყოლია. საქართველოს საპატრიარქო ბათუმში ეგრეთ წოდებულ აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას და ახალციხეში ახმედის მეჩეთის რესტავრაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ახალი ინიციატივით გამოდის. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გერმანიაში ყოფნის პერიოდში მასმედით გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ხელისუფლება აპირებს თანხმობა მისცეს ბათუმში ეგრეთ წოდებულ აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას და ახალციხეში ახმედის მეჩეთის რესტავრაციას. გამოთქვამთ იმედს, რომ როგორც თურქეთის, ისევე საქართველოს ხელისუფლება გაითვალისწინებს ჩვენ შეთავაზებას და არ გადადგამენ ისეთ ნაბიჯებს, რაც ქვეყნის შიგნით და ქვეყნებს შორის პრობლემების შექმნა შეუწყობს ხელს. აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გერმანიაში ყოფნის პერიოდში მასმედიით გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ხელისუფლება აპირებს თანხმობა მისცეს ბათუმში ეგრეთ წოდებული აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას და ახალციხეში აჰმედის მეჩეთის რესტავრაციას. საზოგადოება შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები 2 წელიწადზე მეტია მიმდინარეობს თურქეთისა და საქართველოს სახელმწიფოებს შორის და ეს ხდება საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევით, იგულისხმება კონსტიტუციური შეთანხმება. რადგან საქართველოს საპატრიარქო, რომელიც არის ყველა ქართული ეკლესია მონასტრის მესაკუთრე, არ იყო და არ არის ჩართული ოფიციალურ მოლაპარაკებებში. მიუხედავად ამისა, ჩვენი პრინციპული, მაგრამ ამავე დროს კონსტრუქციული პოზიცია ყოველთვის გვქონდა. ჩვენ ვდგავთ კიდევ ერთ ნაბიჯს და ამ ეტაპზე აღარ ვაყენებთ ხახულის ეკლესიის, იგულისხმება ტაოს მხარე, ფუნქციონირების საკითხს. ვითხოვთ მხოლოდ უძველესი ქართული საეპისკოპოსო ქალაქ არდაშენში, ლაზეთის მხარე, მცირე ზომის ბაზილიკის ჩვენი თანხებით აღდგენა ამოქმედებას. შენვიშნავთ, რომ ამ რეგიონში ქართული სხვა არაერთი გაცილებით დიდი ძეგლია. და ამის შემდეგ თურქეთსა და საქართველოში მეჩეთებისა და ტაძრების რესტავრაციაზე საუბარს ჩვენი მონაწილეობით. ხოლო თუ ამის განხორციელება რაიმე მიზეზით თურქული მხარისათვის მიუღებელია, ჩვენთვისაც ყოვლად მიუღებელია ოშკის და იშხანის გადარჩენის საბაბით ბათუმში ჩვენი ისტორიის მძიმე პერიოდის სიმბოლოს აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ასეთი ქმედებით ხელოვნურად ხდება მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაძაბულობის პროვოცირება. არდა საქართველოში მუსლიმები, რომელი ერის წარმომადგენლებიც არ უნდა იყვნენ ისინი, ისევე როგორც სხვა რელიგიის აღსარებელნი, არასოდეს იზღუდებოდნენ. პირიქით, ყოველთვის კარგად გრძნობდნენ თავს და ამიტომაც იყო, რომ არაერთმა მათგანმა შესწირა სიცოცხლე საქართველოს დაცვას. ეს დღესაც ასია და ამას პირველ რიგში ქართველი ადამიანის შემწყნარებლური ქრისტიანული ბუნება განაპირობებს. გამოთქვამთ იმედს, რომ როგორც თურქეთის, ისე საქართველოს ხელისუფლება გაითვალისწინებს ჩვენ შეთავაზებას და არ გადადგამენ ისეთ ნაბიჯებს, რაც ქვეყნის შიგნით და ქვეყნებს შორის პრობლემების შექმნას შეუწყობს ხელს. თვითმკვლელობის მცდელობა ვაკეში წყნეთის ქუჩაზე მდებარე 15 მეტრიანი სიმაღლის ხიდიდან შუახნის ქალი გადახდა. მდინარე ვერში ჩავარდნისას უცნობმა ქალბატონმა მძიმე ტრამვა მიიღო. შემთხვევიდან რამდენიმე წუთში სამაშველო სამსახურმა დაშავებული მდინარიდან ამოიყვანა, დაძაბულს მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება. დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული, ექიმების ინფორმაციით დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. თვითმხილველების მტკიცებით უცნობი ქალი ვარკეთილში ცხოვრობს, სიცოცხლისთვის თვითმკვლელობით დასრულება კი სოლიდური ვალის გამო გადაწყვიტა. ყვირილი გავიგე და ყვირილზე გამოვიხედი აი სახში ცხოვრობ შვილო და რომ გამოვედი მე ფეხზე მუხლები მტკივარ ჩავდივარ იქიდან და აქედან გამოვედი რა ხდება მეთქი და ბავშვები ყვიროდნენ რომ ჩავარდაო დავინახე რომ იქ ეგდო და მე თვითონაც დავიწყე ყვირილი კაცებს დაუნჯახე რომ წყლიდან გამოათრიეს ეგ ავნახე მეტი არაფერი გადავხვდიოს სიკვდილი მინდოდა თავის მოკვლაო და გადამხტარა თვითონ ვალები მქონდა აღებული სხვა არ ვიცი არაფერი განზრახმკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი სოფიკო ნიკოლაშვილის საქმეს გრიფი საიდუმლო არადევს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა ხათუნა იოსავამ განუცხადა. მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ბრალდებულის ადვოკატების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სოფიკო ნიკოლაშვილის საქმეზე გრიფი საიდუმლოს დადებასთან დაკავშირებით. სოფიკო ნიკოლაშვილის ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ 7 თებერვალს გავრცელა ინფორმაცია, რომ გურჯაანის რაიონულმა პროკურატურამ სოფიკო ნიკოლაშვილის საქმეს გრიფი საიდუმლო დაადო. ეს ინფორმაცია იმავე დღეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს ბრალდებულის მეორე ადვოკატმა მაგული ღვალაძემ დაუდასტურა. მე უკვე მოვაწერე ხელი გაფრთხილებას, ჩემგან ვეღარაფერს ვეღარ გაიგებთ, უფლება არ მაქვს. აღნიშნა მაგული ღვალაძემ 20 წლის სოფიკო ნიკოლაშვილს, რომელიც ყოფილი ჟურნალისტი და ოპოზიციის აქტივისტის დავით ნიკოლაშვილის შვილია, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარებასა და 23 წლის გიორგი სიბაშვილის განზრახმკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ. ნიკოლაშვილის საქმეს გურჯაანის პოლიცია იძიებს.
პარტიების ფინანსური მონიტორინგის საქმიანობის სამსახურის ხელმძღვანელი ნათია მოგელაძე არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტს პასუხობს და განმარტავს, რომ მისი უწყება არ ეხება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც სამოქალაქო სექტორზე მუშაობენ. აღნიშნული უწყება მხოლოდ მათი ფინანსური საქმიანობით ინტერესდება, ვინც პირდაპირ ან ირიბად პოლიტიკურ პარტიებთან არის კავშირში. აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს და კოალიცია სამართლიანი არჩევნებისთვის წარმომადგენლებმა გუშინ კონტროლის პალატის ის განცხადება გააპროტესტეს, რომლის თანახმად კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ორ არასამთავრობო ორგანიზაციას, რესპუბლიკურ ინსტიტუტსა და ახალი თაობა ახალ ინიციატივას ფინანსური ანგარიშ ბრუნვის შესახებ ინფორმაციის სამდღიან ვადაში გადაგზავნა მოთხოვა. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ ასეთი გადაწყვეტილება ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას შეეხება, რაც მათ ლიკვიდაციას გამოიწვევს. გუშინ კონტროლის პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაცია მიჩნეულ იქნა პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულად და შესაბამისად მას წარედგინა მოთხოვნა, რომ თავისი ფინანსების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს კონტროლის პალატას, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ გამჭვირვალობის მოთხოვნები ეხება ამ ორგანიზაციას, არამედ მას დაუწესდება ძალიან სერიოზული შეზღუდვების შემოსავალზე, რაც ნიშნავს შემოსავლის მიღებაზე, რაც ნიშნავს, რომ ამ ორგანიზაციას ძალიან გაუჭირდება არსებობის ამ ორგანიზაციასთან ასოცირებული ადამიანი არის პოლიტიკოსი და პოლიტიკაში აქტიური პირი, რაც არ ვიცი, ეს არც კანონის მიუხედავად იმისა, რომ თვითონ კანონი არის ძალიან აბსურდული, არც იმ კანონის რეგულაციებში უჯდება, იმის ფარგლებსაც ცდება. ჩვენ გვესმის ამ თემის სენსიტიურობა და მინდა დავარწმუნო არასამთავრობო სექტორის ყველა წარმომადგენელი, რომელთა საქმიანობა, რომელთა ფინანსები არ უკავშირდება არანაირად პოლიტიკური პარტიების ფინანსურ საქმიანობას და ისინი ემსახურებიან სამოქალაქო უფლებების დაცვას, აზრის და გამოხატვის თავისუფლებების უზრუნველყოფას და ასე შემდეგ, რომ მათ მიმართ ფინანსური მონიტორინგის სამსახურს არანაირი შემთხვევა არ ექნება და ასე ვთქვათ, ეს შიშები და ეს საფრთხეები აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. კანონი იძლევა ერთმნიშვნელოვნად იმის საშუალებას, რომ დაცული იქნას სწორედ გამოხატვის თავისუფლება, ყველა არასამთავრობო სექტორის საქმიანობა განურჩევლად მათი მიზნებისა და ამოცანებისა, თუ კი ეს არ არის დაკავშირებული მათი ხარჯები პოლიტიკურ საქმიანობას და ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთან დაკავშირებითაც იარსებობს გარკვეული დასაბუთებული ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ მათი ფინანსური საქმიანობა, მათი ხარჯები უკავშირდება პოლიტიკურ საქმიანობას და საარჩევნო მიზნებს, რა თქმა უნდა, განურჩევლად ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელი პოლიტიკური გუნდის მხარდამჭერიც არ უნდა იყოს იგი, რა თქმა უნდა, შემოწდება. პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის მუშაობის პრინციპი და დანიშნულება ნათია მოგელაძემ დიპლომატებს გააცნო. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა, როგორც აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ელჩებთან იმ მიზნების შესახებ იმსჯელეს, რასაც მისი უწყება ემსახურება, კერძოდ პოლიტიკური კორუფციის გამოვლენა აღმოფხვრა, დაფინანსების გამჭვირვალობა და ჯანსაღის საარჩევნო გარემო შექმნა. ჩვენზე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან სწორი კომუნიკაცია აგება, მათთვის პირველ წყაროდან ინფორმაციის მიწოდება ჩვენთვის აქტუალურ ყველა საკითხთან დაკავშირებით. საინტერესო არის მათი მოსაზრებები და მათი რეკომენდაციების გათვალისწინება ჩვენ საქმიანობაში. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება საერთაშორისო აქტივობის კუთხით ჩვენს პარტნიორებთან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნება. გავაკეთეთ ძირითადი პრეზენტაცია იმასთან დაკავშირებით, როგორ ვაპირებთ ეფექტურად განვახორციელოთ ფინანსური მონიტორინგი პოლიტიკური პარტიების და მათთან დაკავშირებული პირების საქმიანობის და მთავარი გახლავთ ის, რომ ცალსახა და ნათელი გახდა დიპლომატიურ კორპუსისათვის პირველ წყაროდან ის, რომ ამ კანონის რეგულაციები არამც და არამც არ ზღუდავს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს და რომ ჩვენ პირიქით ვიცავთ სწორედ ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოფთ იმას, რომ საარჩევნო გარემო იყოს ჯანსაღი, კონკურენტული და მთავარი мотиваცია და გზავნილი და ჩვენს მერქნა გაკეთებული არის ის, რომ ეს სამსახური რა თქმა უნდა შეზღუდავს შავი ფულის მოძრაობას არსებობას პოლიტიკაში, შეზღუდავს ასევე იმას, რომ არ მოხდეს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების მოსყიდვა, პოლიტიკური სუბიექტების მოსყიდვა. გაცნობიტი ხასიათის შეხვედრა იყო და ემსახურებოდა იმას, რომ კონტროლის პალატას დიპლომატიური კორპუსისთვის გაეცნო საკუთარი პოზიცია ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობოებისათვის შემოღებული ანგარიშვალდებულებების შესახებ. იმისათვის, რომ წინა საარჩევნო პერიოდში ყველა იყოს თანასწორი.
67 პარტიამ კონტროლის პალატას ფინანსური ანგარიში უკვე გადაუგზავნა. დარჩენილებს კი ხარვეზების გამოსასწორებლად 5 დღიანი ვადა მიეცათ. მმართველმა გუნდმა ანგარიში უკვე წარმოადგინა, ცოტა ხნის წინ კი ქრისტიან-დემოკრატებისა და ლეიბორისტების მიერ გახარჯული თანხების შესახებ გახდა ცნობილი. ფინანსური დეკლარაციის თანახმად ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის შემოსავალმა გასულ წელს 876.820 ლარი შეადგინა, ლეიბორისტული პარტიის შემოსავალმა კი 488.201 ლარს. პოლიტიკურ გაერთიანებებს დეკლარაციების წარდგენისვა და 1 თებერვალს ამოეწურათ ანგარიშები 2011 წელს მოიცავს. ფინანსური დეკლარაციების წარმოადგენის ვადა 1 თებერვალს ამოეწურათ პოლიტიკურ პარტიებს. წარმოადგინა 67 პოლიტიკურმა პარტიამ. აქედან პარტიების ნაწილს ჰქონდა ფინანსური ანგარიშბრუნვა საანგარიშებო პერიოდში, ხოლო ნაწილს არ ჰქონდა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშბრუნვა არ აქვს პოლიტიკურ პარტიას, იგი მაინც ვალდებულია, რომ წარმოადგინოს აუდიტორის დასკვნაც. ნაწილ პარტიებს ჰქონდა სწორედ ეს პრობლემა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ წარმოადგენეს ნულოვანი ფინანსური დეკლარაციები, მათ აკლდათ აუდიტის დასკვნები, მათ მიეცათ რა თქმა უნდა ვადა ამის მოსაგვარებლად. ყველა პოლიტიკური პარტია, რომელსაც ერთად არის წარმოდგენილი სრულყოფილი ფინანსური დეკლარაცია, უკვე ჩვენს ვებგვერდზე არის განთავსებული. იქვეა განთავსებული იმ პარტიების ჩამონათვალით, რომელთაც ანგარიშბრუნვა საანგარიშგებო პერიოდში არ ქონიათ, თუმცა სრულყოფილად წარმოადგენს დოკუმენტაცია, რაც შეეხება იმ პარტიებს, რომელთაც დღემდე არ წარმოუდგენიათ ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებ ინფორმაცია, მათ განესაზღვრათ 5 დღის ვადა ხარვეზის შესავსებად. პოლიტიკური პარტია სალომე ზურაბიშვილი საქართველოს გზა ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბიძინა ივანიშვილთან შემდგომი თანამშრომლობის საკითხებზე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლას პირველივე დღიდან მხარს ვუჭერთ და მის მიერ არჩეული პოლიტიკური კურსი ემთხვევა სალომე ზურაბიშვილი საქართველოს გზის მსოფლ მხედველობას. მოლაპარაკება მიმდინარეობს პარტია სალომე ზურაბიშვილი საქართველოს გზასთან. ჩვენ გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას, შევუერთდეთ იმ ერთადერთ და უალტერნატივო კოალიციას, რომელსაც უნარი ქვეყნის მართვის სადავეებს ჩამოაცილოს მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა, აღნიშნულია პარტიის სალომე ზურაბიშვილის საქართველოს გზა განცხადებაში. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით დასკვნის გაცემის ვადა 14 თებერვალს ეწურება. მათი განმარტებით, სწორედ რეესტრისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული დასკვნა უნდა დაედოს საფუძვლად ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას. ადვოკატ ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, სამოქალაქო რეესტრისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე პრეზიდენტს კანონით 30 დღიანი ვადა აქვს, რათა ხელი მოაწეროს გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილისთვის ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ. ქუცნაშვილის ცნობით, არსებული პრაქტიკით, როგორც წესი, პრეზიდენტი მსგავს გადაწყვეტილებას ხელს 10 დღის ვადაში აწერს. თებერვალს ეწურება ვადა საქართველოს სამოქალაქო რეესტრს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დასკვნის გაცემა. ჩვენ ვითხოვთ, რომ დროულად გამოცეს სამოქალაქო რეესტრმა დასკვნა, დროულად მოგცეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დასკვნა, იმისათვის, რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ნაწილშიც ნატურალიზაციის გზით მივიღოთ საქართველოს მოქალაქეობა. თბილისის საქალაქო სამართლომ აღიარა, რომ არ არსებობს საგამონაკლისო წესით უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევაში მისი ჩამორთმევის სამართლებრივი საფუძველი. თბილისის საქალაქო სამართლომ გამოიყენა ანალოგიის პრინციპი და იხემძღვანილა საპატიო მოქალაქესთან მიმართებაში ანალოგიის მსგავსი პროცედურებით, რაც წარმოადგენს კანონის დარღვევას, იმიტომ რომ ანალოგიის პრინციპი არ გამოიყენება საჯარო სამართალში, თუ პირდაპირ კანონით არ არის მიცემული ეს უფლება, რომ გამოიყენოს ანალოგია. შესაბამისად, ჩვენ სააპელაციო საჩივი დღეის მდგომარეობით ვითხოვთ პრეზიდენტის ამ ბრძანებულების სრულად ბათილად ცნობას, იქიდან გამომდინარე, რომ ის უკანონოა როგორც ეკატერინე ხვედელიძის ნაწილში, ასევე ბიძინა ივანიშვილის ნაწილში. ეკატერინე ხვედელიძე აღდგენილია თავის კანონიერ უფლებებში, ის არის საქართველოს მოქალაქე. უდავოა და შეუძლებელია უარყოფა იმ ფაქტისა, რომ პრეზიდენტმა თავისი ბრძანებულების გამოცემით ეკატერინე ხვედელიძის მიმართ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც გამოც ეკატერინე ხვედელიძე აპირებს უახლოეს დღეებში შეიტანოს თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურებით.
ზურაბ ოზაგაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები კორტებთან შეიკრიბნენ და გარდაცვლილის ხსოვნას პატივი მიაგეს. იქ მყოფი ადამიანები დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვდნენ მკვლელობის ავტორებისა და შემკვეთების დასჯას. არის გაპროტესტება იმ უსამართლობის, რაც ჩვენ ამ ხელისუფლებამ დაგვართა და ჩემსავით არის 150 ოჯახზე მეტი გაუბედურებული ოჯახი და გაუბედურებული მამა. ხედავთ აგებ ყველების სურათები დაბლა დაუყარეთ, რომ ეს მაინც შევძლოთ, რომ ზედ ფეხით გადავიაროთ, ვინაიდან 6 წლის განმავლობაში ელემენტარულად სამართალს ვერ მივახციეთ. ეს მთელი საქართველო განიცდის ამ წნეხს. განიცდის ამ პოლიტიკის შედეგს. ფაქტიურად ძალადობრივი პოლიტიკა გავრცელდა დღეს მთელს საქართველოსა და მთელს ქვეყანას. მე მინდა კიდევ ერთხელ მიმართო სააკაშვილს. უშინმე მსგავსი მიმართვა გავაკეთე და შევახსენო, რომ ამ პოლიტიკას არ აქვს გზა. მე კიდევ ერთხელ ვარჩევ მას, რომ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება. მე მიუხედავად იმისა, რომ ვარ ჟურნალისტი, ამავე დროს ვარ ადამიანი მოქალაქე და ჩვენ ყველას ყავს ოჯახში ახალგაზრდები და არ გვინდა რომ ქუჩაში ახალგაზრდების დახვრეტა გაგრძელდეს საქართველოში. ეს არის ზურაბ ადეიშვილი, ეს არის ვანო მერაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილი ფარველები, აქ არის ირაკლი ფირცხალავა, ირაკლი ქადაგიძე, გიორგი ცააძე, მირზოევი. სანამ ეს ადამიანები არ იქნებიან დასჯილები ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ და მინდა გითხრათ რომ არა სააკაშვილ მერაბიშვილის კრიმინალური რეჟიმი ტანდემში დღეს ზურაბ ოზაგაშვილი 28 წლის გახდა. ბიძინა ივანიშვილი დღეს ბუტა რობაქიძის დედა სიამეტრეველს შეხვდა. ბუტა რობაქიძის დედამ ბიძინა ივანიშვილს დეტალურად გააცნო მისი შვილის მკვლელობის საქმე. 19 წლის ბუტა რობაქიძე 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან პატრულმა მოკლა. ბიძინა ივანიშვილი იამეტრეველს დაპირდა, რომ მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დამოუკიდებელი სასამართლოს დახმარებით აუცილებლად დაისჯება მკვლელობაში დამნაშავე ყველა პირი. ოდესაში გემთ მფლობელის ტყვეობიდან გათავისუფლებული გემის ეკიპაჟის ქართველი წევრები სამშობლოში რამდენიმე დღეში დაბრუნდებიან, ამის შესახებ საზღვაო ადმინისტრაციაში აცხადებენ. ადმინისტრაციის ინფორმაციით მეზღვაურები საქართველოში ჩამოსაყვანად ოდესაში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თეიმურაზ იობიძე უკვე გაემგზავრა. როგორც საზღვაო ადმინისტრაციაში განმარტავენ, გემთ მფლობელი ნაზმი ჯამბაზი შავ საქმიანობას კერძოდ ნარკოტიკების გადატანასა და აფრიკიდან იტალიაში ადამიანების უკანონო გადაყვანაშია შემჩნეული. როგორც სატელეფონო საუბრისას ქართველმა მეზღვაურმა განაცხადა, გემთ მფლობელი მათ არ აძლევდა კაიუტისა და შესაბამისად გემის დატოვების უფლებას. გემზე გათიშული იყო გათბობის სისტემა, რის გამოც ეკიპაჟის 2 წევრი სხეულის გადაცციებით საავადმყოფოში მოხვდა. გარდა ამისა, გემთ მფლობელს მეზღვაურების მიმართ 4 თვის სახელფასო დავალიანებაც აქვს, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად მათ გემზე იძულებით უწევდათ დარჩენა, რადგან გემთ მფლობელის მუქარის ეშინოდათ. განმარტავენ საზღვაო სააგენტოში. სტამბოლიდან წამოსული პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის ეკიპაჟის 21 წევრი, რომელთაგან 7 ქართველი იყო, ოდესაში გემთ მფლობელის ტყვეობაში 18 იანვრიდან იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ქართველი მეზღვაურები ტყვეობიდან უკრაინელმა სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს. რო დაიწყო სიყინვები, ვესაუბრე რომ როგორ ხართ, აფეხად სიცივეში ხომ არ ხართ, ფშიერი ხომ არ ხართ. არა, დედიკო, კარგად ვარო, არც ფშიერი ვარ, არც სიცივეში ვარ. მხოლოდ და მხოლოდ გაყინულია ზღვა და ვერ გავდივართ. მე უკვე კიდევ მომივიდა, მე თვითონ ვერ უკავშირდებოდი. ძალმა რაღაც კომპიუტერით დაელაპარაკა და მომივიდა ინფორმაცია, რომ უკვე რაცა კონსული ჩაერიაო, გაფუჭებულა გემიო. ხო და ჩვენ სასტუმროში უნდა დაგვაბინავონო და შემდეგ ალბათ სახე ოჯახში დაგვაბრუნებენო. მე ერთით შვიდობენა დაბრუნდნენ და არაფერი არ მინდა ამ ყინვაში და სიცივეში. ბავშვი რომა ჯერ ამას ნერვიულობდა, კიდევ გემი რო გაფუჭდა, ეს ლად კიდე ესა. ვარესი პრობლემა. განცხადება, რომელიც დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს მიერ იქნა გავრცელებული. ისინი პარტიის წარმომადგენლები გმობენ და დიქტატურისკენ გადადგმულ სერიოზულ ნაბიჯად აფასებენ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის თანახმადაც მოსამართლეებისთვის კანონის, მათ შორის კონსტიტუციის დარღვევა დისციპლინარულ გადაცდომად აღარ ჩაითვლება. თუ აქამდე მოსამართლის მხრიდან უფლებამოსილების განხორციელებისას კანონის უხეში დარღვევა დისციპლინარულ გადაცდომად მიიჩნეოდა, დღეს მას სრული კარტ ბლანში ეძლევა. იგნორირება გაუკეთოს ქვეყნის უმთავრეს კანონს, კონსტიტუციას
რასაც კი განმარტავენ ნინო ბურჯანაძის პარტიაში. მათივე თქმით, მართალია მოსამართლეები კანონებს და მათ შორის კონსტიტუციას აქამდე საკმაოდ ხშირად და წარმატებით არღვევდნენ, თუმცა ამის ოფიციალური დაკანონება მხოლოდ დიქტატურის საბოლოო ფორმირებისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს. დემოკრატიული საქართველოს წარმომადგენლები აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რეაქციას და საკანონმდებლო ცვლილებაზე პასუხის მოსთხოვას თხოვენ ხელისუფლების მიმართ. ლეიბორისტული პარტია სერვისის 112-ის გადასახადის გაუქმების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. პარტიის აღმასრულებელი მდივნის პაატა ჯიბლაძის ინფორმაციით, მომსახურებისთვის ფიზიკური პირების 20 თეთრიანი და იურიდიული პირებისთვის 50 თეთრიანი ბეგარის დაკისრების გაუქმების განხილვაზე მთავრობის კანცელარიამ უარი განაცხადა და სწორედ ეს გახდა მიზეზი სასამართლოში სარჩელი შეტანის. იქნება მუნზადიანი გამოვა ქუჩაში სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ. მიიღეს ახალი დადგენილება ეგრეთ წოდებული მერაბიშვილის ხარკის დამტკიცებასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს 112 სამსახურის მომსახურების სანაცვლოდ თითეული სატელეფონო ნომრის მფლობელისათვის, როგორც მობილური, ასე სტაციონალური 20-დან 50 თეთრის ჩამოწერას. ეს არის ანტიკონსტიტუციური, სრულიად უკანონო დადგენილება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ მოქალაქეებს შპს ყასტრას გაზ თბილისის მიერ უკანონო დარიცხული თანხები ჩამოაწერა. ქუთაისში დღეს გამართული სხდომის შემდეგ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის მიერ ჩამოწერილი თანხების ჯამურმა მოცულობამ 6.307.000 ლარი შეადგინა. ყველაზე დიდი თანხა, რაც ბოლოს სხდომის მიხედვით მოქალაქეებს ჩამოეწერა, 1072 ლარია. გასულ წელს კომპანიების მიერ მოქალაქეებზე უკანონოდ დარიცხულმა თანხამ დაახლოებით 490.000 ლარი შეადგინა. ჩვენი სამსახურის მიერ გადანილი იქნა 12 საკითხი. ამ 12 საკითხიდან 2 საკითხი გადაიდო. 8 მოქალაქის განცხადება სრულად დაკმაყოფილდა და მათ ჩამოეწერათ თანხები, რაც ჰქონდათ დარიცხული. ერთი მომხმარებლის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო ერთი არ დაკმაყოფილდა. მთლიანობაში კომისიის გადაწყვეტილებებით მომხმარებლებს ჩამოეწერათ 4022 ლარი. თავისუფალი დემოკრატები თბილისის მერს დასუფთავების გადასახადის სისტემის შეჩერებას თხოვენ. ამ თემასთან დაკავშირებით ზურაბ ბაბაშიძემ და ვიქტორ დოლიძემ თბილისის მერის მისაღებში ბრიფინგი გამართეს. საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დღეს მერის მისაღებში ჟურნალისტებს ოფიციალური წერილი წარუდგინეს თბილისის მერის გიგი უგულავას სახელზე, სადაც აღნიშნულია, რომ ზამთრის თვეებში მოქალაქეთა უმეტესი ნაწილისთვის დასუფთავების გადასახადი 4-5 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდა. ამიტომ თავისუფალი დემოკრატები თბილისის მერს მიმართავენ, რომ ზამთრის თვეებში მაინც როდესაც ელექტროენერგიის მოხმარება მაღალია, შეჩეროს დასუფთავების გადასახადის არსებული სისტემა. თბილისის მერისადმი ოფიციალურ წერილს ზურაბ ბაბაშიძესთან და ვიქტორ დოლიძესთან ერთად ხელს საკრებულოს რესპუბლიკელი წევრი თინა ხიდაშელიც აწერს. საკმაოდ მძიმე პირობებშია დღეს დედაქალაქში მცხოვრები ადამიანები, ვინაიდან თბილისელები, განსაკუთრებით როდესაც ეს გადასახადი სისტემა, რომელიც შემოიღო უგულავამ, აქტიურად უსამართლოა და წარმოუდგენელია ჩვენ რაც ხდება, ვინაიდან ეს პირად აძვირებს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებას. იქიდან გამომდინარე, ჩვენ მოვედით კონკრეტული წინადადებით, რომ ამ ეტაპზე დროებით მაინც შეცერდეს ეს უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საკრებულოსთან ერთად მერიამ და ალტერნატიულ წინადადებაზე დაიწყოს მუშაობა, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო წარდგენილი, ეს გულისხმობს ფარზე მიბმას ამ გადასახადს. ვისაც მეტი ფართიას ის ბუნებრივია მეც გადაიქცეს, ვისაც ნაკლებიას ნაკლებს. ეს არის ძალიან მარტივი. დანარჩენი უკვე დღეს თავარია, როდესაც ეს მოდის ძალიან დიდი გადასახადი ჩვენი მოქალაქეების მიბმული დენით მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, იმიტომ რომ ცივა ძალიან ეს გაიხსენება და აქედან გამომდინარე მეტ ელექტროენერგიას მოიცავს მოქალაქე და აქედან გამომდინარე მეტი გადასახადი მოდის დასუფთავების. თუ ჩვენი სქემის მიხედვით არ შეცვალა უგულავამ ეს გადაწყვეტილება და ცოტათი მაინც არ გაუმჯობესა საკუთარი ქალაქის მოქალაქეებს მდგომარეობა, მაშინ დროებით მაინც ზამთრის პერიოდში და რა თქმა უნდა მარტიც ძალიან რთული თვეა მოგეხსენებათ და მარტის განმავლობაშიც დროებით მაინც მოხდეს ამ ბრძანებულების შეჩერება.
დიდთოლობის გამო ბოლო დღეების განმავლობაში ტრამვებით საავადმყოფოებში 250-ზე მეტი ადამიანი მოხვდა. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, მოტეხილობებით მოქალაქეებმა რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებას მიმართეს. ამასთან მერის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით იმ პაციენტების სამედიცინო ხარჯები, რომლებსაც დაზღვევა არ გააჩნიათ, თბილისის მერის სარეზერვო ფონდიდან დააფინანსებენ. მერიაში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, რამდენმა მოქალაქემ ისარგებლა ამ უფლებით. ამ ბოლო დღეების განმავლობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები გავაძლიერეთ 65 ბრიგადა მოგეხსენებათ მუშაობს ყოველდღიურად. ამ ბოლო ორი დღის განმავლობაში მათი ციფრი გავიდა 75-80-ზე. შესაბამისად გაძლიერებულ რეჟიმით მუშაობს ავადმყოფოებიც. ჩვენ გუშინ ქალაქის მერის დავალებით მივიღეთ ქალაქის მერისგან მივიღეთ დავალება ვატარებთ სრულყოფილ მონიტორინგს ყველა საავადმყოფოებთან თუ სადაც შედის დაზარალებულები. დავალება მდგომარეობს შემდგომში, რომ ის ხალხი, ვინც არ არიან დაზღვეულები და ამინდის გაუარესებისგან გამომდინარე მიიღებენ სამედიცინო ხასიათის დაზიანებას, მათი ფინანსური უზრუნველყოფა განახორციელოთ მერის სარეზერვო ფონდიდან. ძალიან დიდ როლს თამაშობს სწორედ ჩვენი ცხელი ხაზი, იმიტომ რომ მოქალაქეები იქ შემთხვევაში გარკვეული საკითხებისგან უკავშირდებიან, ცხელ ხაზს იღებენ სრულყოფილ მონაცემებს, ასე რომ ამ საკითხზე ჩვენ პულზე ხელი გვაქვს შეიძლება ითქვას დადებული, მართავთ სიტუაციას და არის აბსოლუტურად ნომინალური სიტუაცია. ქალაქის ყველა ქუჩა გახსნილი არის, მიმდინარეობს სამუშაოები შიდა კვარტალურ გზებზე, ასევე დაწყებული არის ტროტუარების გაწმენდითი სამუშაოები, დასუფთავების სამსახური 24 საათიან რეჟიმში არის მობილიზებული და ჩვენ გვაქვს დატყოფნა თუ თოლწონა და ყინვა გაგრძელდება მარილის მოყრის სამუშაოებს გავაგრძელებთ. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ეს არის უჩვეულო ზამთარი, რადგან ჩვენ ამ ზამთრის განმავლობაში თითქმის 5000 ტონა მარილი მოვაყარეთ უკვე და გაგვაჩნია შესაბამისი მარაგები იმისათვის, რომ თოლწვენის შემთხვევაში გავაგრძელოთ მარილის მოყრის სამუშაოები. დიდთოლობა მთელავში ლეგიონის დასახლებაში საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩამოანგრია, შემთხვევის დროს სახლში ოჯახის თითქმის ყველა წევრი იმყოფებოდა. ფიცხელავრებმა საცხოვრებლიდან გამოსვლა მეზობლების დახმარებით შეძლეს, სტიქის შედეგად დაძალებული ოჯახი დროებით მეზობელთან დაბინავდება. ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ამ დროისთვის მიმდინარეობს ზარალის ოდენობის დადგენა. დააწვა თოვლის სიმძიმე გამოიწვია ეს სახურავის ჩამონგრევა. ჩამონგრა ეს ღამის 9 საათი იყო, სახლში ვიყავით ყველანი და მოვყევით შიგნით, მე მეზობლები მოგვეხმარნენ, რომ გამოსულიყავით ნანგრევებიდან. მიმართეთ გამგეობას, საკრებულოში დავრეკეთ, მოვიდნენ და რა ვიცი, დაითვლიან ალბათ ზარალს და დახმარება აღგვითქვეს და ვნახოთ. ხმაური რო გავიგეთ, გამოვედით. შევხედეთ შიგნით ოთახში იყვნენ და გამოვიყვანეთ და დახმარება გავუწიეთ, გამოვიყვანეთ ჩემთან და ჩვენთან არიან ახლა. დიდთოლობა იმერეთში განსაკუთრებულად რთული ვითარება კი სამტრედიისა და ვანის რაიონებში არის. წუხელ სამტრედიის რაიონის 9 სოფელთან დამაკავშირებელი გზა ჩაიკეტა, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაოები და ამ დროისთვის 5 სოფელთან მისასვლელი გზა გაწმენდილია. რაც შეეხება დანარჩენ სოფლებს, მათთან დაკავშირება ხვალ დღის მეორე ნახევარში აღდგება, დილიდან იწმინდება გზები ვანის რაიონშიც. ამ დროისთვის გაწმენდილია 6 თემთან დამაკავშირებელი გზა. დაახლოებით 8 სოფლის გზა ჩაიკეტა და 5 უკვე დასრულებული არის. ამ დილიდანვე დავიწყეთ სამუშაოები, გაწმენდით სამუშაოები, რომელიც აბსოლუტურად ბოლომდე იქნა გაწმენდილი და დარჩენილი გვაქვს დაფნარი ოფეთი წიაღობანის მონაკვეთი, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს გაწმენდა და ალბათ ხვალ საღამოსთვის დასრულებული იქნება სამუშაოები. ხვალ უკვე ბოლო წერტილზე ავალთ, წიაღობანია სოფელი, რომელიც ეს ესაზღვრება ჩოხატაურის სოფელ თხილაგანს, მაღალმთიანი სოფელი არის. ხვალ იქ ავალთ და შემდეგ წამოვალთ, ეს წამოვა ესე უკან.
რიკოთის უღელტეხილზე შეზღუდვები უკვე მოიხსნა. მთელი ღამის განმავლობაში აღნიშნულ ტერიტორიაზე აკრძალული იყო მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება. რის გამოც რამდენიმე ათეული სატვირთო მანქანა იყო გაჩერებული. ამ ეტაპზე მანქანები დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ეტაპობრივად გადაადგილდებიან. დიდთოვლობის გამო კვლავ პრობლემებია კახეთში, გარესამყაროს არის მოწყვეტილი გურჯაანისა და ახმეტის რაიონის მაღალმთიანი სოფლები. გომბორის უღელტეხილზე მოძრაობა მხოლოდ მოცვრების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის ნებადართული. შესაბამისი სამსახურები ადგილზე 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. საათიან რეჟიმში მუშაობს, გზა თავისუფალი არის, გადაადგილება შეუძლია ნებისმიერ ტრანსპორტს და ძალას არ ვიშურებთ, მთელი მექანიზმები გზაზე დგას და მუშაობენ. თბილისიდან მოვდივარ და მთელი გზები გაწმენდილი არის და კარგი გზა არის. გაწმენდაც მიმდინარეობს, მუშაობს, ტრაქტორები მუშაობს და სულ ყველაფერი გზებზე მუშაობენ და დადიან და მანქანების შეფერხება არაფერი არ ქონია. დღეს თითქმის გამოსულია თითქმის ყველა ტექნიკა მუშაობენ, რა ვიცი ახლა დღეს მარილის დააყარეს რო ეს არ სინოპტიკოსები მიმდინარე ღამეს საქართველოშიც უხნალებს ვარაუდობენ, თუმცა ვნახოთ რამდენად გაამართლებთ მათი პროგნოზი. ახლა კი დღის სხვა მთავარი თემები. სასტუმრო თბილისი მერიოდში ერთიანი სავაჭრო ქსელის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი. პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას მთავრობის გარდა კერძო კომპანიებიც მიიღებენ. მემორანდუმის მიზანია ხელმომწერ მხარეს შორის შეიქმნას ალიანსის ერთიანი სავაჭრო ქსელის ჩამოყალიბებისა და განვითარების სისტემა. პროექტი, რომელსაც ჩვენ ვიწყებთ, აქვს ძალიან კონკრეტული მიზეზი. ერთი ღილაკის დაჭერით ნებისმიერ ბიზნესმენს, ნებისმიერ კერძო კომპანიას შეეძლოს ტვირთის გადაზიდვა საქართველოს გავლით და საქართველოს გამოიყენოს როგორც მისი, ასე ვთქვათ, ლოჯისტიკური ცენტრი. რას შეუწყობს ეს ხელს? ეს სისტემა, რომელსაც ჩვენ მომავალი წლისთვის უკვე გაუშვებთ, ფაქტობრივად გააორმაგებს საქართველოს მასშტაბით ტვირთბრუნვას და რაც თავარი, ეს არის კონკრეტული შემოსავალი თითოეული მოქალაქისთვის და თითოეული ჩვენთაგანისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და USAID გვეხმარება ამ პროექტის განხორციელებაში და რაც მთავარია, ჩართულია ყველა სახელმწიფო უწყება და კერძო კომპანიები, რადგან ეს პროდუქტი კეთდება მათთვის და თვითონ კერძო კომპანიები იქნებიან ამ საერთო სერვისის მიმწოდებლები. დღევანდელი მემორანდუმზე ხელისმოწერი კომპანიები და უწყებები თანხმდებით, რომ ერთობლივად დავიწყებთ მუშაობას და შევქმნით ერთიან სავაჭრო სისტემას. ეს არის ელექტრონული სისტემა, რომლის მეშვეობითაც ჩვენს მეწარმეებს და სხვადასხვა კერძო და ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც მონაწილეობს იმპორტისა და ექსპორტის ოპერაციებში, მათ გაუმარტივებთ თავის სამუშაოს. ანუ მეწარმეები თუ დღეისათვის ვალდებულია, რომ თითოეულ უწყებაში პორტებთან, გადამზიდავებთან, შემოსავლების სამსახურთან, კინგზასთან ქაღალდის დოკუმენტაცია მიიტანოს და იქონიოს მათთან ცალკეულთან ურთიერთობა, ამ ახალი სისტემის მეშვეობით უკვე იქნება ელექტრონული დოკუმენტები, რომელიც ამ ჯაჭვში მონაწილე ყოველ შემდეგ როგორც გადაეცემა ელექტრონულად და მეწარმეს აღარ უწევს ურთიერთობა თითოსთან სათითაოდ. მემორანდუმის თანახმად მთელი ინფორმაცია მოთავსებული იქნება ელექტრონულ სისტემაში. USAID ძირითადად ტექნიკურ დახმარებას გაუწევს და ხელშემწყობი იქნება როგორც მთავრობისა, ასევე კერძო კომპანიების. ვფიქრობთ, რომ ამ პროექტით საქართველოში ტვირთბრუნვა გაიზრდება. და მათი ორგანიზებით ალიანსი ჯანმრთელი საზოგადოებისთვის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ალიანსის წევრი ორგანიზაციები, სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, ჯანდაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრობის მოადგილეები. პრეზენტაციაზე ალიანსის წარმომადგენლებმა ორგანიზაციის ძირითადი მიზნები და სამოქმედო გეგმა წარმოადგინეს და მრჩეველთა საბჭოში შემავალ პირთაგან რეკომენდაციების მიღებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. გადაწყვეტეთ, რომ დაგვეფუძნებია ალიანსი ჯანმრთელი საზოგადოებისთვის, რომლის მიზანია იმუშაოს ჯანდაცვის აქტუალურ თემებზე საქართველოში. იმ გამოწვევებზე, რაც დღეს ქვეყანაში არის, თავის საკუთარი აზრი დააფიქსიროს და ხელი შეუწყოს ჯანმრთელობის დაცვის და ხელშეწყობის პოლიტიკის ეფექტურ გამტარიანობას საქართველოში. დღეს მსოფლიოში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სამედიცინო განათლებისათვის და საერთოდ ჯანდაცვისათვის მემკვიდრეობითობის პრინციპს ეს ახალგაზრდული ორგანიზაციებია და ვფიქრობ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მათთან ძალიან ნაყოფიერად ითანამშრომლებს.
დღეს ბათუმში ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის აჭარის წარმომადგენლობა გაიხსნა, წარმომადგენლობაში რეგიონალური კოორდინატორები დაინიშნენ. აჭარის მასშტაბით კომისიის წარმომადგენლობას მურმან დავითაძე უხელმძღვანელებს. აჭარა პირველი რეგიონია, სადაც ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის ოფისი გაიხსნა. 1 აპრილამდე მსგავსი ოფისები საქართველოს ყველა რეგიონში განთავსდება. შეიქმნება მობილური ჯგუფები, მოხდება კადრების გადამზადება და ოფისების ტექნიკური აღჭურვა. 1 აპრილიდან კი კომისია ამომრჩეველთა შემოწმების პროცესს დაიწყებს. აჭარის მასშტაბით 300-მდე მობილური ჯგუფი შექმნა იგეგმება, რომელიც მაღალმთიან რაიონებში იმუშავებენ. 1 აგვისტოსთვის კომისიამ სიების დაზუსტების სამუშაოები უნდა დაასრულოს. სიების დაზუსტების ძირითადი მეთოდი უნდა იყოს კარდაკარის პრინციპი. ანუ ჩვენ საქართველოში საყოველთაო აქციით, ანუ ყველა სოფელში, ყველა რაიონში, ყველა უბანში, ყველა სახლში, ყველა ბინაში მივლენ ჩვენი წარმომადგენლები და გადაამოწმებენ სიას იმ მეთოდოლოგიით, რომელიც კომისიის მიერვე იქნება დადგენილი. მიმდინარეობს საორგანიზაციო სამუშაოები, დანიშნულია 3 კოორდინატორი, რომელიც უხელმძღვანელებს ქალაქ ბათუმსა და მუნიციპალიტეტებში აღნიშნული ღონისძიებების მიმდინარეობას, ასევე სხვა სპეციალისტებიც არის დანიშნული წარმომადგენლობაში.